ძალიან საინტერესო დღე მაქვს. მაღაზიაში ვიყიდი ესეთი გატყავებული კურდღელი. ცხოვრებაში არასოდეს არ გამისინჯავს და არასოდეს მომიმზადებია და მოკლედ ახლა ძალიან პატარა იმპროვიზაციას ჩავთავ და ვნახავ რა. ეს არის დაახლოებით კილო ნახევარი, აი ესე შეგიძლიათ შეხედოთ, კილო და ნახევარია და ღირდა 12 евро. გამზადებული, გატყავებული აქ შიგნით მე მგონი რაღაცა არის კიდე შეფუთულები. აი ნახეთ რა ხდება ღვიძლი ალბათ, ხო? და ღმერთ შენ დამიფარე. აი მე ვირთხას გავს. აი ესე. ამოვიყვან. შეხედე აი თვალები. აშკარად კურდღელია. ენა, ხედავ ენას. ოკეინა. საწყარი ალბათ სიკვდილის წინ იცინოდა. იცოდა რომ ჩემთან მოხდებოდა კაი ეს ხუმრობით. ეხლა შემდეგ პირველ რიგში მინდა რომ დავჭერ ალბათ უნდა მოვაცალო, იმიტომ რომ ალბათ ეს ქონი მისცემს სპეციფიკურ გემოს და არც ვიცი დავტოვო თუ მოხსნა. თავს რა თქმა უნდა არ შევჭამ, იმიტომ რომ არასოდეს არ ვჭამ არაფრის თავს და ეხლა როგორც დილეტანტურად ძალიან ნუ გამკიცხავთ, იმიტომ რომ არც კი ვიცი როგორ იჭრება. ცოტა ხანში დახმარებას მოვითხოვ, რომ ეს კურდღელი ვიღაცამ დამიჭრას და აი მოი რაღაცა გავაკეთე. აი ეს ერთი ბარკალი ჩავაგდებ აქ მერე გასარეცხად. ეხლა მეორე ბარკალსაც მოვჭრი და მე აშკარად გამოვიძახებ დახმარებას და მე დაგიბრუნდებით ისევ. აი ესეც მეორე ბარკალი. და დაუბრუნდები ძალიან მალე. თავსაც რაღაცას მოუხერხებ, ამენასაც რაღაცას მოუხერხებ, გადავაგდებ რა თქმა უნდა და ნახეთ უყურე, უბრალოდ ეხლა მის დაჭრა რო დავიწყე, აი ესეთი ნახე ფილესავით, თეთრი ფითკინა ხორცები არის ძვლის გარეშე და უკვე დარწმუნებული ვარ რომ ეს ძალიან გემრიელი იქნება. ესე იგი აქვე არის ეს თირკმელები, ალბათ ფილტვები და ეს არის გული და შესაბამისად ეს არის ღვიძლი. ეხლა ამასაც დავანაწევრებ და გავაგრძელებ გაკეთებას. როგორც ხედავთ, ესე იგი კურდღელი დავჭერი, გავრეცხე და აქ მაქვს გამზადებული ხა სუნელები, ნიორი, პილპილი, პაპრიკა და ესენი მოვაყარო უნდა. ესე იგი თუ ვინმე სხვანაირად ამზადებთ კურდღელს, დიდი სიამოვნებით შეგიძლიათ დამიწეროთ რეცეპტი კომენტარში ან რა ვიცი მე ან მირჩიოთ რაღაცა და ამის მერე რო გავაკეთებ თუ მომეწონება რა თქვენი რჩევის მიხედვით რაღაცებს შევცვლი, მაგრამ ახლა ამას ვაკეთებ სრულიად ჩემი იმპროვიზაციით. რა გამოვა არ ვიცი, მაგრამ რატომაც არა, ძალიან გემრიელი გამოვა. აი აქ უკვე გაცხელებული ტაფა მაქვს. და ესე დავდებ აქ. მოსათუშად ამას ახლა მე ვაპირებ რომ ბოსტნეულში გავაკეთო მე. გამზადებული მაქვს უკვე ეს ბოსტნეული. როგორც ეს ახლა მოიბრაწოს ორივე მხარეს და ამოვიღებ და მე უკვე ბოსტნეულის დამზადებას დავიწყებ. ახლა მე ცალკე დავიწყებ უკვე ყაბაყის შეწვას, არ ვიცი რაღაც ესე ვფიქრობ რომ ბოსტნეულთან უფრო გემრიელი იქნება ჩემი კურდღელი. აი ცალკე შევწვავ ახლა ყაბახს. გამზადებული მაქვს, აქვე მაქვს დაჭრილი წითელი ბულგარული, ესეც გამომადგება. რავი, შეგიძლიათ გვესტუმროთ, მოგძანდეთ, გაგასინჯებთ. ჩემი ყაბაყები დაიბრაჭა, აი ესეთი გემრიელობებია. აქვე არის უკვე ნახეთ ეს ბატონი კურდღელი რა ლამაზად და გემრიელად არომატულად თუხთუხებს თავის წვენში. ვაიმე მე მგონი მართლა ძალიან გემრიელი იქნება. იყოს ესე ცოტა წყალი უნდა ამოუშრეს ამას. იგივე ზეთში რომელშიც ესე იგი ყაბაყი მოუშუშე, ჩავყრი ახლა ხახვს ნაწილს. აი ესე. ნაწილს შევინახავ უკვე კურდღლისთვის და აქვე არის გარეული ნივრები, პეწეწკინტელა ნივრებიც მაქვს ასევე დაჭრილი და ეს ხახვი რომ მოიშუშება. ახლა ძალიან მარტივი მეთოდი უნდა გასწავლოთ ბრინჯის მომზადების, ოღონდ არის ერთი პრინციპი, რომ ბრინჯი აუცილებლად უნდა იყოს ბასმათი. გავრეცხავ, ესე იგი ხა ამ ბასმათს სანამ წყალი არ გახდება გამჭვირვალე.
უყურეთ, წყალი უკვე თითქმის გამჭვირვალეა, 1/4-ით გამოვუცვალე უკვე და მეტი აღარ სჭირდება. ეხლა ნახეთ რა ხდება. ზუსტად აი ეს ჭიქა, რაც მე წეღან მაგალითად ავიღე, 2 ჭიქა ნახევარს დავამატებ. ეს ერთი. მეორე. და ესეც ნახევარი. ახლა ამას ყველაფერს დავასხავ აუცილებლად ზეითუნის ზეთს. ესე. მოვაყრი აუცილებლად მარილს. ესე და აუცილებლად მოვურევ, რომ ეს ყველაფერი გავხსნა ერთმანეთში. აი ამას როცა თქვენ უკვე ესე გააკეთებთ ბრინჯს, დამიჯერეთ, რომ გაზს აღარასოდეს აღარ გამოიყენებთ და აღარასოდეს აღარ მოხარშავთ ბრინჯს ქვაბში. აი ამ მორეულ ბრინჯს წამოიღებთ მერე და შედგავთ მიკროტალღურში. ჩემი გათვლებით და პრაქტიკით დაახლოებით 25 წუთი სჭირდება ხოლმე. ახლა დავაყენებ მე ამას 20 წუთზე და შევხედავთ 20 წუთის მერე. რომ მორევა ბრინჯს არ სჭირდება არავითარ შემთხვევაში. ეს წყალი დაშრება და ბრინჯი გამზადდება და თავზეც არ ვაფარებ. მოკლედ ძალიან გემრიელი ფანტია. ახლა გავაგრძელებ აქ ჩემ უკვე ხახვს, რომელიც იშუშება და დავამატებ ცოტა ბულგარულს. აი ესე. და გავაგრძელებ მოშუშვას და ასევე დავამატებ სტაფილოს. უკვე ხომ წარმოგიდგენიათ რა გემრიელი იქნება. ესე ხა აქ ჩაიფუქება და მე ისევ დაგიბრუნდებით. ეხლა ესე იგი აქ დავამატე ესეთ ძალიან დიდებად დაჭრილი პამიდრები, ნუ დიდებად არა, საშუალო ზომებად. ასევე დავასხი ტომატ პასტა. ახლა ვუზავ შავ პილპილს, მარილს გემოვნებით, წიწაკას და დაველოდები სანამ ეს ყველაფერი კარგად არ ჩაიფუქება. ეს ჩემი ბოსტნეულის რაგუ მზად არის, ეს შემწვარი ყაბაყებით შიგნი მოვათავსე უკვე. ეხა ქინძსაც მოვაყრი ესე და მზად არის. დაველოდები ახლა კურდღელს და დაველოდები ჩემ ბრინჯს და მე განახებთ როგორ გავაფორმებ და ლამაზი იქნება მოკლედ თეფზე. ესე იგი ბრინჯის 20 წუთი გავიდა და უბრალოდ ნახეთ როგორ ლამაზია, როგორი ფანტია, შეხედეთ. ამას ახლა ცოტა კიდე აკლია, იმიტომ რომ ნახეთ კადრი დაბლა აქვს წყალი. ამიტომ ახლა ცოტას კიდე შევდგავ, წესთეს არ უნდა მომერია, მაგრამ არა უშავს. ახლა ამას ცოტა კიდე შევდგავ, სანამ ის წყალიც არ ამოშრება, ალბათ კიდე 5 წუთი საკმარისია და ეს ბრინჯი მზად იქნება. საბოლოოდ მე მგონი ჩემი ბრინჯი გამზადდა. აი ეს თავები რო აქვს წამოწვეტებული, ნახეთ რა საყვარელია. აი ესე. ეს გამზადებული მაქვს ჩემი რა ქვია მას რაგუ ბრინჯისთვის. აქვე უკვე ჩვენი ბატონი კურდღელი მომზადდა, თუ ბაჭია შეიწვა, დაიბრაცა და ძალიან გემრიელია და ეხლა ყველაფერს ერთად დავდებთ, მოვუთავ ლამაზად თეფსა და განახერებთ. ესე იგი სერვირება ვიღებთ ბრინჯს, აი ეს დავდებთ შუაში. ესე. მერე ბატონო ასევე გააჩნია ხა ვის ჭამს და ვინ მიირთმევს. ასევე მერე გვერდზე ვუდებთ კერა და ზემოდან ვასხავთ ამ ჩვენ მომზადებულ ლეჩოს, აი ესე. რომ ეს ბრინჯი კიდე უფრო წვნიანი იყოს, ანუ შეიწოვოს. აი ესე ავიღებ ერთ ცალშებრაწულ კურდღელს და როგორია? ლამაზია და გემრიელია, ხო? სურნელება მინდა გითხრათ, რომ ძალიან გემრიელი, ანუ არომატულია, ძალიან გემრიელად გამოიყურება და მოკლედ როგორც იტყვიან, შეგვერგოს. აი ესეთი გემრიელობა გამომივიდა. კარგად ძანდებოდეთ, თუ მოგეწონათ, ხო კარგი, დამიკომენტარეთ, რა ცვლილებებს შეიტანდით რეცეპტში, თქვენ როგორ გააკეთებდით და რა ვიცი, წავედი ხა უნდა მივირთვით.